საქართველოში დღემდე 1999 წელს მიღებული ტყის კოდექსი მოქმედებს, რომელიც თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. მოქმედი კოდექსი არ ითვალისწინებს ტყეების ინვენტარიზაციას, ეფექტური მართვის მექანიზმებს, რაც ტყის ფონდის შენარჩუნების მხრივ მთელ რიგ ხარვეზებს იწვევს. ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა სატყეო სფეროს მარეგულირებელ დოკუმენტებში. დღეს მდგომარეობით ჩვენ გვაქვს ძალიან აღრეული ურთიერთსაწინააღმდეგო მარეგულირებელი დოკუმენტები. სათბობიშეში მომარაგების პროგრამა კი ბატონო არის სატყეო სააგენტოს პირდაპირი კომპეტენციაც და რა თქმა უნდა ამას წარმატებით ახორციელებს, თუმცა აქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს სხვა სოციალური პროექტები. იგივე ალტერნატიული ენერგომატარებლებზე იქნება ფასების შემცირება თუ ხელმისაწვდომობა სხვა ალტერნატიული საწვავის და ასე შემდეგ. თუ ტყეების ამ ტემპით გამოყენების ტენდენცია გაგრძელდება, საქართველოს რამდენიმე წელში შესაძლოა რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, აცხადებს კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. იმ ტემპებით, რა ტემპებითაც ხდება ტყის გამოყენება და ძირითადად შეშად და ღუმელში უწყავთ ამ დიდ სიმდიდრეს, ასე თუ გავაგრძელებთ რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით. აუცილებელია ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება, რაც ეხება ტყეებს, განსაკუთრებით განვითარების პრინციპებს, საუბარი არის აღდგენაზე, ანუ ის ტყის ფართობები, რომელიც გაჩეხილი იქნა, კარგია რომ აღდგეს. სატყეო სექტორში არსებული პრობლემების გადასაჭრელად საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით ეროვნული სატყეო პოლიტიკის კონცეფცია შემუშავდა. კონცეფცია საკანონმდებლო ბაზის დახვეწას, კვალიფიციური მეტყევეების გადამზადებას, მონიტორინგის წარმოებას, ტყეების რაციონალურ გამოყენებასა და მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფას გულისხმობს. კონცეფცია არეგულირებს ყველა ამ საკითხს, როგორც ინფრასტრუქტურის საკითხებს, ისე მოსახლეობის საშიში მერქნით დაკმაყოფილების სხვადასხვა ასპექტებს. სწორედ დღეს ჩვენი ერთ-ერთი მიზანი არის რეგიონებში გასვლის პროგრამის ეგიდით, რომ გავაცნოთ მოსახლეობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ის ტყე-კაფები, რომელიც გამოყო საქართველოს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და აჭარის სატყეო სააგენტომ, რითიც უნდა მოხდეს მოსახლეობის საშიში მერქნით დაკმაყოფილება. კონცეფცია დამყარებულია მდგრად ტყის მართვაზე, რაც მომავალში საშუალებას მოგცემს იმისა, რომ უკეთესი და ეფექტიანი იყოს ტყის მართვა. აჭარის სატყეო სამსახური ყურადღებას დაგვიანებულ რეაგირებაზე და სატყეო ფონდის გასხვისებაზე ამახვილებს. ჯუმბერ აბულაძე აცხადებს, რომ განსაკუთრებით მძიმე სურათი ტყეების არარაციონალურ გამოყენებასთან დაკავშირებით მაღალმთიან აჭარაში იკვეთება. მესმის შედგენილ აქტებზე საბოლოო და დროული რეაგირების ხალხურად დაუშლილობის სინდრომს ქმნის ზოგ შემთხვევაში და სტიმულს აძლევს შემდგომში დარღვევის განმეორებას. დიდი რაოდენობით ფართობები ამორიცხულია სატყეო ტყის ფონდიდან 2000 წლის საქართველოს თავის 299 დადგენილებით, რომელიც სირთულეებს უქმნის კიდე ჩვენს ტყეების დაცვაში. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო პარალელურად საძოვრების მართვის პრინციპების შექმნაზეც მუშაობს.